ჩვენ დავბრუნდით ეთერში სტუმრებთან ერთად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონ მარიამ ჯაში და გინეკოლოგი ექიმ-ეკოსკოპისტი ბატონი ლადო კახაძე. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ნინომაც ახსენა რომ შესაძლოა ალბათ ნაწილს მოსახლეობის არესმოდეს თუ რას ნიშნავს ზოგადად სელექციური აბორტი და სამწუხაროდ საქართველოს რჩება იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ძალიან მაღალია სელექციური აბორტების რაოდენობა. მოდით გავმარტოთ რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა და რატომ არჩევენ ასე სქესის მიხედვით საკუთარი შვილის მომავალს. Absolutely. Შენიშნავენ რომ ზოგჯერ ინფორმაცია არასწორად ხდება, ან მიწოდება, ან ზოგადად ინტერპრეტაცია გამონაკლისად დიდი მადლობა, რომ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ განმარტოთ ეს თემა. როდესაც ჩვენ საუბრობთ სელექციურ აბორტზე, მინდა აღნიშნოს საკითხი, რომ ჩვენ დღეისთვის ჯერჯერობით საუბრობთ თეორიულ გათვლებზე სელექციურ აბორტებთან დაკავშირებით. Კონკრეტული სტატისტიკა ადმინისტრაციული, რა თქმა უნდა, არ არსებობს და შესაბამისი კვლევებიც, ეს საკმაოდ კომპლექსური კვლევებია, რომელიც არ ჩატარებულა საქართველოში ამ კუთხით და 2014 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის დახმარებით სწორედ იგეგმება ეს ყოვლის მომცველი კვლევის ჩატარება, როგორც სტატისტიკის დასტურებლად, ასევე იმ ფაქტორების გამოსავლენად, ეს იქნება სოციალური, თქვა საკითხი, თუ თქვა სამედიცინო კუთხით, ან ინფორმირებულობის კუთხით. მიკროფონი ბატონ ლადოს მივცეთ საუბარის საშუალება, იმიტომ რომ თქვენი მიკროფონი უნდა გავასწოროთ, რომ არ მოხდეს ისე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მიაწოდებთ მაყურებელს, დაიკარგოს. ბატონ ლადო, იქნებ თქვენ ამასობაში გითხრათ თქვენი მოსაზრება და მე მარიამს დავეხმარებ. აი, მე ხო დავეხმარებოდი ბატონ ლადოს ერთი მიმართულებით, ანუ შენ დაეხმარებ გავუტი მარიამს, მე ბატონ ლადოს. საქმე ის არის, რომ ანუ სტატისტიკა არ არსებობდა იმისი, ვთქვათ, რამდენად ხშირად ხდებოდა სელექციური აბორტის გაკეთება, საერთოდ რას ნიშნავს ეს სელექციური აბორტი. ანუ როცა მშობლებს წყვილს, ვთქვათ, მამას და დედას არ უნდათ, ვთქვათ, სქესი შვილის. სიტყვაზე გოგო და ელოდებიან სანამ ბიჭი არ გაჩნდება. და აი თუ სტატისტიკა არ არსებობს, თქვა, საიდან ვიღებთ ამ მონაცემებს, რომ ხდება ძალიან ხშირად ეს საქართველოში. ეს ექიმების დაკვირვებით თუ რა კარგია რომ ჩვენთან პროფესორ მაყურებელთა სტუმარს არის შესანიშნავი ადამიანი, უგანათლებულესი ადამიანი, ხასუსო. დავადასტურებს სიამოვნებით. და თქვენ და ვისაც კი შეხება ქონიათ, ყველა დამიდასტურებს ამას და როგორ სწორად თქვა, როგორ დაიწყო სწორად. სტატისტიკა არ არსებობს. გესმით? მე სულ გამიკვირდა, რატომ წამოვიდა ეს საკითხი ასეთ რა ფორმით წამოვიდა. მაგრამ ის რომ იჭვია, როგორ ვთქვათ, გონივრული იჭვი არსებობს, ხო, გონივრული იჭვი. ეხლა მოდი ჩვენ ცოტა მე იმ ადამიანთან ის ვეკუთი, როდესაც ასულებთან საუბარი არ მიჭირს, ორი ქალიშვილის მამა ვარ და არც ერთი ასული არ გამინაცხენდება, მე რასაც ვიტყვი იმაზე, რაც ეხლა საჯაროდ უნდა გავაჟღერო. ექიმი ხო არ მიდის პაციენტთან სახში აბორტს გაგიკეთება. არა, ხო, გამოდის. ესე იგი ექიმები აქ ჩართულნი არიან, თუ ეს ჩართო, ვიღაცამ ესე იგი ჩართო იმ სოციუმმა, რომელსაც ეს მოითხოვა. უფლებრივად ექიმს აქვს უარი უთხრას ადამიანს დახმარებაზე, მანიპულაციის გატარებაზე, კანონიერად უფლება არ აქვს. ანუ კანონებრივ ურთიერთობაში, ანუ კანონი შეიძლება ადვოკატის მერხეობით არასწორად იქნეს ინტერპრეტებული და ექიმი ამ კუთხითაც დაზარავდეს. კითხვა ასეა. ჩემო საყვარლებო, რატო იკეთებთ თუ იკეთებთ აბორტს? მოდი დავიწყოთ აქედან. ხო? დავიწყოთ. და კიდევ უფრო უარესი ეს ზოგადად აბორტი. თუ სელექტიურ აბორტზეა ლაპარაკი, რითი განასხვავებთ შვილებს გოგოს და ბიჭს ერთმანეთსაგან? დედას მამისაგან, ბებიას ბაბუისაგან. რატომ გაქვთ სურვილი, რომ შთამომავალ მემკვიდრეს შეარჩიოთ და ბუნების კანონის წინააღმდეგ თქვენს ნებასრულზე, თქვენს დაგეგმილ ცხოვრებაში მაინც და მაინც სქესის დიფერენცირება მოახდინოთ გენდერული ბალანსის დარღვევის კუთხით. მე კითხავს ვარ. ახლა ინტერნეტი გავაკეთოთ ისა, რამდენიმე სავარაუდო პასუხი და ნახოთ ვინ რას მოხსენს, რატომ მოხსენებს. რა მამაკაცი რო დაიბადება ბიჭი, ქონებას მარტო იმას უმტკიცებენ, მარტო იმის სახელია, რომ საუკუნეში ცხოვრობ, რა უპირატესობა ქალი პრეზიდენტი არის, ქალი ეპისკოპოსი არის, ქალი კოსმონავტი არის, დედა არის ბოლო-ბოლო ყველაზე დიდი ჯილდო ქალი, ქალს კაცი რითი ჯობია ვინმე მამის. არ ჩვენ მაგას ვერ აგიხსნით. ეხლა იქით შეკითხვას იქით რომ რატომ აკეთებთ ამ სელექტიურ თუ აკეთებთ
და თუ მე უკვე ექიმებზე ლაპარაკი და დიფერენციალურ დიაგნოზზე, მე მაგს მე გავცემ პასუხს, როდესაც ქალბატონი მარიამი დაასრულებს თავის შესაძლებლად დაწყებულ აზრს და მე იმას ვიტყვი ტექნიკურად ეს ამდენად შესაძლებელია და თანხმობ იტყუებს შემთხვევით ქალი და მოტყუებაში ყარეთის ფულს. ან манипуляციის ხوارდი ხომ არის, მაგას მე ქალბატონი მარიამ, ხო უკაცრავად თქვენ მე რომ გამოვრიცხოთ ის შესაძლებლობა რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ამასაც თქვენ ამბობთ ხარვეზის გამო შეიძლება ვერ გაიგოს მაყურებელმა თავიდან იქნებ განმარტოთ ჩვენ კი ავღნიშნეთ პრინციპში პირველ ნაწილში გადაცემის რომ შესაძლებელია ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გარკვეულ დემოგრაფიულ დაკვირვებებზე დაფუძნებული ვარაუდი რომ შესაძლებელია ასე იყოს იმიტომ რომ ბუნებრივი ამის კვლევა არ მგონია ვინმე თვითონებურად აღიაროს რომ იცით დიახ მე გავიკეთე აბორტი იმიტომ რომ არ მინდოდა გოგოშვილი და მინდოდა ბიჭი ეს ფაქტიურად თითქმის შეუძლებლად ვიმართება ეს გაჟღერება თქვა ხმამაღლაც იშვიათად ხდება ოჯახის ეს თქვა ფარგლებს გარეთ თუმცა გაკეთება ხდება რაც მინდა მეც ჩემს ირგვლივ მყავს სულ მცირე რამოდენიმე თქვა ნაცნობი რომელსაც თქვა აი ამ კუთხით მიუღია გადაწყვეტილება რა თქმა უნდა რამოდენიმე წლის წინ ეს ტენდენცია მთლიანად იცვლება საზოგადოებაში საბედნიეროდ მაგრამ ფაქტად რჩება რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიუღიათ დაუბრუნდეთ იმ კითხვას რომელიც ეხება რას ეფუძნება ჩვენი გათვლები ისევ და ისევ აღნიშნავ რომ ეს არის თეორიული გათვლა დეტალური კვლევა ჯერ დღეისთვის საქართველოში არ ჩატარებულა და იგეგმება 2014 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით და ჩვენ ზაფხულისთვის გვექნება უკვე როგორც უფრო დაზუსტებული გათვლები, პროექტირება, ესე ვთქვათ, რაოდენობრივი, ასევე იმ მიზეზების გამოვლენა, თუ რამ შეიძლება შეუწყოს ხელი ქალაქად თუ სოფლად, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მოსახლეობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას. რაც შეიძლება იმ ციფრს, რომელიც სახელდება 1151 გოგონა, რომელიც უნდა დაბადებულიყო 2012 წელს ჩვენი სტატისტიკური გათვლებით, მინდა განმარტო მოსახლეობისთვის. ზოგადად ითვლება გლობალურად, რომ საერთაშორისო ნორმა და განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში ევროპის 24 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ სქესთა შორის თანაფარდობა დაბადების მომენტში მაქსიმალური ზღვარი არის 1.05-1.06-მდე. მაგრამ ავიღოთ 1.05, რომელიც ითვლება საშუალო ზღვარად. ანუ ყოველ 100 დაბადებულ გოგონაზე უნდა იბადებოდეს საშუალოდ 105 ვაჟი. ჩვენთან 2012 წლის მონაცემებით ეს ამ ზღვარმა გადააჭარბა 109-ს, ანუ 100 დაბადებულ გოგონაზე 109 ბიჭი დაგვებადა და აი ამ სტატისტიკური ნორმიდან გამომდინარე, ჩვენ თუ ავიღებთ 2012 წელს დაბადებული ვაჟების უცვლელ ციფრს და ასე ვთქვათ, გავაკეთებთ პროექტირებას, რამდენი გოგონა უნდა დაბადებულიყო ჩაურეველი დემოგრაფიული, ასე ვთქვათ, პროცესების პირობებში, მივიღებთ, რომ 1151 გოგონათი ნაკლები დაიბადა 2012 წელს. ეს ქმნის საფუძველს ვარაუდისა, რომ შეიძლება გქონდეს ჩვენ საუბარი, რა თქმა უნდა, სელექტიურ აბორტზე. მით უმეტეს, რომ ჩვენი სოციუმისთვის არ არის უცხო თემა, თუნდაც არაოფიციალურ, თქვათ, საუბრებში. მაგრამ ისევ და ისევ საჭირო არის უფრო მეტი დეტალები, დეტალური კვლევა, რომელიც იგეგმება და 2014 წლის ბოლოსთვის უკვე გვექნება ჩვენ ზუსტი ინფორმაცია. მაყურებელი ყოსთა შემდგომ კითხვა მაქვს. მოგესალმებით. გისმენთ. ალო, მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობა. მე ხლა უყურებ თქვენ გადაცემას, ჯერეთი რომ ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა და დიდი პატივს ვცემ ყოველთვის ძალიან ისეთი ის თემებზია საუბარი და განსაკუთრებით ახლა დამაინტერესდა პირადად დღევანდელ თემა. უნდა აიკრძალოს თუ არა საქართველოში აბორტი. მე მაგალითად დედა ვარ, 5 შვილის დედა ვარ. ხავს 3 შვილი, 3 ბიჭი და აქედან 2 გოგო. და თუ პატარა მეყოლა 4-იან ვარ ბიჭი. და ძალიან მიხარია, როცა ოჯახში ამდენი ბავშვი ტრიალებს და მე მგონი იცით რა არის? საქართველოში აბორტი იმ შემთხვევაში უნდა აიკრძალოს, თუ ეს მაგალითად მოითხოვს მედიცინა თუ მოითხოვს, ამასაც თუ არის საჭირო, თორე ისე რომ რატომ უნდა აიკრძალოს, მაგრამ გოგო იქნება თუ ბიჭი იქნება, რა მნიშვნელობა ღმერთი რასაც მოგცემს, შვილი შვილია, თავარია იყოს ჯანმრთელი, თავარია იყოს კარგი და რა მნიშვნელობა აქვს ის ვაჟი იქნება თუ გოგო იქნება, შვილი შვილია და ღმერთის ნაბოძებია. ამის დაკარგვა და ამის
სიკვდილი ხომ არ შეიძლება, როდესაც ის შენ ორგანიზმში ჩაისახება და იმას შენ მუცლად ატარებს, ეს წარმოუდგენელია, მე მგონი რომ ადამიანმა ეს გააკეთოს. დიდი მადლობა, მაინც უნდა განვარტოთ, ხალბატონო, რომ არ შევიყვანოთ დანარჩენი მაყურებელი, ჩვენი თემა დღეს არ გახლავთ ის რომ ჩვენ არ საუბრობთ იმის შესახებ, აი წელს თუ არა საქართველოში აბორტი, ჩვენ საუბრობთ სელექტიურ აბორტებზე, ეს სულ სხვა თემაა, უბრალოდ ჩვენი ინტერაქტივის კითხვა. თუმცა ალბათ შეიძლება შემდეგ გადაცემისთვის ესეთი კითხვა დავხსნათ. ბიჭი უფრო გინდა შვილი თუ გოგო? ამ შემთხვევაში მე მგონი უფრო ზუსტად გაირკვევა. თუმცა არა, ზოგადად აბორტების თემასაც შევეხებით, მაგრამ ჩვენ ახლა იქიდან გამომდინარე, სწორედ ეს არის ამ ეტაპზე აქტუალური და მნიშვნელოვანი. მოყვა ამ თემაზე. ამ თემაზე ბატონო და თქვენ მინდა ვკითხოთ, რამდენად ხშირად, იმიტომ რომ ძირითადად ხდება ხოლმე განსაკუთრებით იმ ეტაპზე, როდესაც უკვე ბავშვის სქესის გარკვევა შესაძლებელია ეკოსკოპიის თვალსაზრისით, ხშირად არა სამედიცინო კუთხით მიმართავენ ხოლმე ეკოსკოპის, არამედ სწორედ იმიტომ, რომ დაადგინოს სქესი. რამდენად ხშირად არის სწორედ აი ამ მიზნით თქვენთან მომართვა? თუ შეგიმჩნევიათ, რომ ყოფილა ის, რომ არჩევს მშობელი, მოდი ასე ვთქვათ, ელოდება ის ბიჭს თუ გოგოს. უბრალოდ მინდა მარიამის შესანიშნავად დაწყებული აზრი გავაგრძელო. როდესაც ჩვენ 2014 წელს ამას ჩავატარებთ ამ კვლევას და მეთოდოლოგიას მოგვაწოდებენ, ეს იქნება დასაწყისი ამ კვლევის. ახალგაზრდებს და საერთოდ ცივილიზაციის გარკვეულ მონაცემს მოსახლეობაზე მყოფ ადამიანებს უყვართ ხოლმე რაღაცას აღმოაჩენენ და იმ წუთასვე გამოაქვეყნებენ ამას და აი პირველები რო იყვნენ და ასეთი ამ. მეცნიერებას ეს არ უყვარს. მეცნიერებას უყვარს რა? 2014 წლის ანალიზი გავაკეთეთ 2015-2016 და 10 წლიან მონაკვეთში. იმიტომ ავიღოთ მსოფლიო მოსახლეობა. მსოფლიო მოსახლეობის 51% და 8000 ხალი წარმოადგენს. 48 და 2000 კაცი, ანუ ქალები მეტია მსოფლიოში, კაცები ნაკლებია და ეს გლობალური საკითხია. ეხლა საქართველოში ეს როგორ ხდება? რა იქნებ რაღაცა გვაკლია და ღმერთი ამას ვთქვილობს რომ დავით აღმაშენებელი მოგვივლინოს ან საბასულხანი რაღაცა ეს განგება ხას უსვამ ეს ზემოთ არის რაღაცა ჩვენ გვჭირდება. მერე კაცების მოვლინება, ქალების მოვლინება ეს ძალიან რეგულირებადი საკითხია, მხოლოდ სხვა მიმართულებით. თუ ჩვენ ეს ქვედა დონეზე ჩამოვიყვანდა, კიდევ ამას ანგარებას მივაბართ, ეს უკვე რაღაცა სხვა თემები, ეს საკანონმდებლო. ეხლა ის საკითხი, რომელიც არის. მე მინდა სულ ყველას უთხრა, ეხლა ვისაც ველაპარაკები, ლაპარაკობ ადამიანი, რომელსაც მილიონზე მეტი გამოკვლევა მაქვს ჩატარებული და 35 წელიწადია ამ მეთოდში მუშაობ. ჩემი დღე დამოხსნება ამაში. ჩემთან ამ საკითხით არ მოდიან, იციან რომ მე ამ საკითხზე ზუგ შექცევით გავარ. სქესთან მიმართებაში გენდერული კუთხით მე არასოდეს 12 კვირამდე ხო განსაკუთრებულად. ეხლა და ამ საკითხზე დამთავრებული მაქვს საუბარი. თუმცა ჩაგეკითხებით, კანონით ეს დაშვებულია, რა თქმა უნდა არის გზა. ბატონო, ერთი რამაც უნდა კითხოთ გეხვეწებით. აი, როდის ჩანს უკვე ეს? ეგ უნდა მითხრა. აი, მაგ მივდივარ ზუსტად. ეხლა ელემენტარულად ადამიანმა გადაშელოს ემბრიოლოგიის სიკლა. როგორ ვითარდება მუსლათყოფი, ჩანასახი, მე ნაკოპად როდის იქცევა ყველაფერი, რომელი ორგანო როდის ვითარდება, ფარისებული ჯირკვალი როდის ვითარდება, სათესლე ჯირკვალი როდის ვითარდება, აბა წაიკითხონ ესა და თვითონ მიხვდება რა ტყუილში ფული არ უნდა გადაიხადოს. 12 კვირამდე, სადაც სანამდე ხელოვნური აბორტი ჯერ კანონით აკრძალული არ და ღმერთმა უთხრას აკრძალვების და ვეტოების სისტემაზე გადავიდეს, ჩვენი ქვეყანა არ გადავა. ჩვენ უფრო განათლების სისტემაზე გადავალთ, უფრო გვერდზე დგომის სისტემაზე, სოციუმის გაუმჯობესების, მე ვფიქრობ ჩვენი ქვეყანა აქით წავა, დარწმუნებული ვარ, აქით წავა. მაგრამ უნდა უთხრა მე-12 კვირას, ეხლა მოდის ვიხდი, ეხლა მეცნიერებმა არ მიწყინონ მათთან ზუსტ შეცევით ამინავთ. გარეგანი ნიშნები ჩანს. მაგრამ ეს არის 50-50. შეიძლება, მაგრამ სრულყოფილად შენ რომ მამაკაცის სქესი დაადგინო, ამისათვის საჭიროა ჩამოყალიბებული პირველადი ვოლფის სხეულაკიდან მე-13 კვირაზე დიფერენცირება დაწყებული ორგანო სრულ იქნას და ჩამოვიდეს ბაგირაკის მეხრობი და აღმოჩნდეს სათესლე პარკში. ეს იწყება მე-13 კვირას. და მთავრდება მე-19 კვირას. ეს ჩაიწერეთ და ყოველ დილას და ყოველ საღამოს თქვენმა ტელევიზიამ, ჩვენი საერთო თხოვნით, სამინისტროს თხოვნით, ჩემი გამოცდილებისა და ცოდნე ბაბუების თხოვნით, თქვენივე მეგობრების თხოვნით, ყოველ დღე ამაზე ილაპარაკეთ. ეხლა უკვე დახსნებს ორი პამიდორი, ერთი შელახული, ერთი კარგი. ამას კანონის მიღება უნდა, რომ ცუდი არ იყიდო და კარგი იყიდო. ცუდი ინფორმაციას ნუყიდულობ და ჭრელ ინფორმაციაში ნუ ხარ ჩაძირულები, ჩემო საყვარლებო, ჩემო შვილებო, მომავალი თაობის მარჩენალო დედებო და მამებო. იმედებო ჩვენი ქვეყნისანო. ნუ დაიჯერებ, რომ თქვენ 12 კვირამდე ჩამოყალიბებულ სწორ დიაგნოზს მიიღებთ ულტრაბგერტი დიაგნოსტიკით.
ეხლა მე აქ საიდუმლოებს არ გავამხელ, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა ისეთი საიდუმლოებები, რომლებიც მედიცინაში ჩვენ ვიცით და ამისი გაუფრთხილებლად ან მოუმზადებლად იმ ყურისათვის, იმ ტვინისათვის, რომელიც ახლა ჩვენ ასე თვალებდაყრდნობით გვიყურებს, არ დავაზიანოთ. თორე თუ ჩვენ ამის შესახებ გადაცემათა ციკლს მოვაწყოთ და ამისათვის შეგნებულად მოამზადებთ აუდიტორიას და ვეთქვით, მოემზადეთ რაღაცა ისეთის გასაგებად, რომელიც თქვენ მაშინ ასაკული ამას განმარტავ კიდე სქესილოდის როგორ არის ერთ ქართულ ფილმში რა სარგებლობა მოაქვს მამალს. გახსოვთ რა? აი ესე. ეხლა მითხრით რა სარგებლობა მოაქვს ბიჭს. ხო? ამ სელექციაზე ლაპარაკი, ხო? ხუმრობით მაბატიეთ, მაგრამ აქ უნდა ცოტა გავაიოლო საქმე. მაგრამ ჩვენ ექიმები ვართ დადარაჯებული. ჩვენ ექიმები ვართ როგორ გითხრათ, დეონტოლოგია, ეთიკა, ზნეობა, მორალი, ფილოსოფია, ოჯახის ტკივილის თავზე გაიგივება. თუ არის დამძიმებული სამიანო ანამნეზი, გენეტიკური და ბიჭის დაბადება არის კატასტროფა. ბიჭისთვის, ანუ თვითონ ის დაიბადება და მე იმ ოჯახისთვის, სადაც ასეთი ბიჭი დაიბადება, მას ჰემოფილია ქვია, ამას ქვია სისხლის შეუდედებლობის აი მარტივად ლაპარაკობ. არ არსებობს ისეთი ერთი ფაქტორი, რომელიც გენეტიკურად ამასაც გააუმჯობესებს ალბათ გენეტიკა და ნანოტექნოლოგიები მომავალში, ესეც არ არის ჩიხური მდგომარეობა, მაგრამ დღეს ასეთი ბიჭი რომ დაიბადოს, იქ ყოველი პატარა ტრავმაც კი სასიკვდილო განაჩენია იმ ახალშობილის. დიდი მადლობა, მაყურებელი ყავს, დიდი ხანია, შეიძლება და მე ერთი კითხვა მეცვით. ძალიან საინტერესო თემაა და საჭირო თემაა, მით უმეტეს ჩვენთან, სადაც დემოგრაფიული სიტუაცია ასე სულ მდგომარეობაშია. არ მინდა რომ ეხოსკოპისტებმა იწვინონ, უბრალოდ ერთადერთი რამ ბატონო ლადო, აი თქვა სელექციური აბორტი იქნება აკრძალული. ამ შემთხვევაში გამოიწვევს თუ არა ეს კორუფციის წყაროს ეხოსკოპისტებთან არ მიწყინოთ. ხო, აი ამ რეგულაციებზე მინდოდა მარიამ ეს უკვე გამოიწვია კარგი და მე ტექნიკური ნაწილი გავავხებ, იმიტომ რომ აგერ ბედნიერება რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდზე, რომელიც აი ახლა სიმბიოში ვეცდებით რომ თქვენ ეს არაჩვეულებრივ მან ნამდვილად ძალიან კარგია ეს ორივე. მაგრამ აი ამ რეგულაციებზე ხო ჩვენ აკრძალვის თემა კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა რომ აკრძალვაზე საუბარი ზოგადად მით უმეტეს სამედიცინო კუთხით როდესაც არის საუბარი არავითარ შემთხვევაში არ არის დასაშვები. აკრძალვა არც ზოგადად აბორტის რეგულაციის არანაირად შედეგს არ მოხდეს პირიქით არალეგალური გზებით რაღაც გაფართოვდება მუშაობა. მით უმეტეს როდესაც არის საუბარი სელექტიური აბორტის კუთხით. ამდენად მთელი ჩვენი ასე ვთქვათ ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ინფორმირებულობაზე. თუ კი თქვენ აი ნებისმიერი საინფორმაციო წყარო შეგიძლიათ მოიწვიოთ ინტერნეტის საშუალებით, როდესაც არის საუბარი კესის იდენტიფიკაციაზე ორსულობის დროს. იწყება პირველი, ვთქვათ, განვითარებული ჯანდაცვის სისტემების მქონე ქვეყნებში. მშობლები, რომლებმაც აირჩიეს, რომ არ გაეგოთ სქესი ორსულობის დროს. ანუ ეს არის მშობლის უფლება, რომ მან შეიტყოს სქესი ან არ გაიგოს. და უმეტესად იგივე თუ კი ავიღებთ შეერთებული შტატების მაგალითს, 18-დან 22 კვირამდე კეთდება ეხო და არა სქესის, ვთქვათ, იდენტიფიკაციის კუთხით, არამედ ეგრეთ წოდებული, ვთქვათ, ნაყოფის ანატომიური გამოკვლევა, რომელიც იძლევა სრულ სურათს უბრალოდ ნაყოფის, ვთქვათ, ჯამთრილი განვითარების კუთხით. და თუ კი რომელიმე ქვეყანა, აქვე მოგახსენებთ, რომ საქართველო არ არის, ვთქვათ, ექსტრემალური, ვთქვათ, ქვეყნების სიაში, სადაც ძალიან დიდი პრობლემა არის, თუნდაც თეორიული გათვლებით, აზიის ქვეყნებში სერიოზული პრობლემაა, არის ასევე აფრიკის ქვეყნებში, სადაც სელექციური აბორტი ბევრად უფრო ფართო საზღვრებს იღებს და, ვთქვათ, მასშტაბებს ვიდრე საქართველო, მაგრამ თუ კი რომელიმე ქვეყანას მიუღწევია შედეგი სელექციური აბორტების შემცირების კუთხით. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო კამპანიების საშუალებით და მედიის ძალიან აქტიური ჩართულობით. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით, რომ ამ კუთხით აჟღერებთ ამ თემას. ისევ და ისევ აკრძალვაზე არ გვაქვს საუბარი, აქ იქნება საუბარი ინფორმირებული თანხმობის, თქვათ, მიმართულებით სამუშაოზე, საინფორმაციო საგანმანათლებლო მუშაობაზე და იმ ადმინისტრაციული, თქვათ, წესების დამკვიდრებაზე, რომელიც ისედაც არის საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული. მაგალითისთვის, როდესაც წყვილი გადაწყვიტავს, თქვათ, ხელოვნურად შეწყალოს ორსულობა, მათ უნდა მიეცეთ 3 დღე მოსაფიქრებლად. არის ძალიან ბევრი მეთოდი. არის თუნდაც ულტრასონოგრაფიით, თქვათ, სურათის ამობეჭდა, რომ მშობლებმა, თქვათ, იგრძნონ მოსმენინო გულისძიება. ბატონო გულის ცემის, ესე თქვათ, მოსმენა. ერთი იდეა მაქვს არაჩვეულებრივი, ძალიან მინდა მარიამ, იქნებ ესეც გავითვალისწინოთ. გარდა იმისა, თქვათ, აი ინფორმაციულობას გულისხმობს, ხო, როცა აი პირდაპირ ადამიანს აწვი ინფორმაციას
ძალიან კარგად მუშაობს კიდევ ძალიან ესეთ პოპულარულ და ცნობილ სერიალებში თემის ინტეგრაცია. რაც არის ძალიან ეფექტური. ეხლა აი ბოლო პერიოდის კვლევებმა მარკეტინგულმა აჩვენა, რომ აი ყველაზე ეფექტური არის მაინც იმ პოპულარულ თქვათ პროდუქტებში ინტეგრაცია აქტუალური თემის, რაც პირდაპირ მიდის დანიშნულების წერტილამდე. ასე რომ იქნება ამ კუთხითაც რაღაცა შეიძლება მე მინდა უბრალოდ დავაზუსტო, მაგრამ ახსენა რომ თქვათ რომ სანამ მიიღებენ გადაწყვეტილებას. თუმცა გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ 12 კვირამდე. ანუ მე რა ხდება? ანუ კანონმდებლობით რო გავმარტოთ, როგორ ხდება და რა? 12 კვირის მერე კანონით აკრძალული აბორტის ხო, მამას გულისხმობ, ეხლა აქ მინდა აი როგორ კარგად ზარა, სამეჩნიო ჩვენება. მე ეხლა აქ სამ მოვდიოდი თქვენ გაზომაში რომ დამეგვიანა, ცრემლიანი დედა და მამა დავტოვე. სასურველი შვილი და ანემბრიონი არის. ანუ ორსულობა არის, მაგრამ ჩანასახი არ არის. და ამოვსვლელი, გულამოვსვლელი მოწირალი დავტოვე. მე ვუთხარი რომ ვითქვი მეთქვი თქვენ შესაძლებელი, აქედან შეგეხმიანებით რომ ეს არ არის არაფერი მოგვარებადია, აქ აბორტი და ისედაც გამოაძლევს დედა ამას, მაგრამ ჩვენ ექიმებმა რომ სიზდენ არ დაიწყოს, რომ დედა გადავარჩინოთ, ხო? ეს უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, რომ ის დედა მერე რამოდენიმე თვის მერე გამოვიკვლიოთ კარგად, მოვამზადოთ, გავაშალაშინოთ, გავრანდოთ, მთლიანად მოვამზადოთ ახალი სიცოცხლის მოსაყვანად. გესმით თქვენ? როცა აბორტებზე თემაზე ლაპარაკია, რომ აბორტი ასეთი ექიმებით განან სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ვაი იმას, ვინც ამის წინააღმდეგ დგას. ეს მისი ბრალია. ექიმობის კი არა, კონკრეტული ადამიანის ბრალია. მე მყავდა გამზრდელი მიხეილ გიგინეიშვილი, მიხეილ სამსონიძე გიგინეიშვილი. მე ხშირად ვასწავლე თქვენ გადაცემაში და სანამ ცოცხალი ვიქნება, მას აქ ნათქვამი. სისხლში ხელი არ დაისვარო. მიხეილ სამსონიძე ხელი სულ სისხლში გქონდა. აბა რა გვაქვს? ზოგჯერ ხელი ჩევდივართ, ჭიპლარია, გადაგვესო. არაო, ეს სისხლი იბანებაო. ხელოვნური აბორტის დასვლის სისხლის ხელი არასოდეს არ გაიწმინდება. და ეხლა ეს ხო განათლების ნაწილია, ეს ხო შენი ნაწილია. ეხლა მე 14-15 წლის ბავშვები ძალიან კარგად განათლებულნი არიან ამ კუთხით და მათ ოჯახში და სკოლაში და გარემოში უნდა იცოდნენ, რომ ისინი ცოტა ხანში შეაბიჯებენ ძალიან საფასუფლიზებლო ეტაპზე. დედობისათვის უნდა მოემზადოს. მამობისათვის უნდა მოემზადოს. ჰარალეთ არ უნდა გადაწყვიტოს. უკვე ჩასახულ შემთხვევაში კი არა და მე როგორ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, როგორ მოხდეს არასასურველის აცილებათა არ დადგომა ფაქტის და ეს განათლების ნაწილია და სწორად ინფორმირებულობის, სწორად და დროულად ინფორმირებულობის. ეხლა იმისათვის რომ კიდევ ერთი რამე ვთქვა, მედიცინა ხასუსა მე ჩვენ ამაზე ეხლა გია ხაჭაპურიძე მომისმენს ალბათ და მინდა მადლობა უთხრა მას მაგის ნაფიქრისათვის. როდესაც ჩვენ კიდე 1979 წელს მაშინ იმ დროის ხელისუფალს ალბათ ის ფული არ ეყო, რომ ამაში დაეხარჯა ეს ფული. თორე დღეს ინგლისელები ამას ჩვენ თქვას ვერ გვასწავლიდან. ეს იდეა ქართული იდეა იყო და აქ იყო ბევრი რამის გაკეთება. ქრომოსომული ანალიზი. ურთაბგეთი დიაგნოსტიკა არის როგორც მუდმივი დამხმარე საშუალება. შენ პატრიარქის მისარიყოს მეცნიერების და ტექნიკის მიღწევა კეთილგონიერი და მორწმუნე ადამიანის ხელში ვარგა თორე. იგივე ტექნიკა რომ უგუნურისა და ურწმუნო ადამიანის ხელში, ანუ რომ სიცოცხლეს უარჯერა და არ წამ, იმის ხელში მოხდეს. არ გამიბრაზეთ, სულ გაწყვეტინეთ, მაგრამ მაყურებელი გიგებოდა. რავზანე, თქვენით რაც მეტი იქნება, თუ ჩვენ გამოვიჭრეთ რამე ინტერესის. უამრავი მაყურებელი რეკავს და ისმენთ ბევრი ზარია ძალიან. ისმენთ. გამარჯობა, პოდკასტში შეგაწყვეტინეთ ინტერნეტს საინტერესო თემა, რა ამერიკა შენობლო. მე თვითონ 6 შვილის დედა ვარ, 6 შვილი მყავს გაჩვენილი. სამწუხაროდ მეორე ბავშვი გარდამეცვალა, ეხლა 6 სამწუხარო ამბავია, მაგრამ ეს არ არის. ამ შემთხვევაში მთავარია ის, რომ ჩვენ ძალიან დამოკიდებული ვართ ტელევიზიაზე და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი გადმოსცეთ, აჩვენოთ დოკუმენტური ფილმები და აბორტი რა როგორი საშინელება. ადრე მაქვს წაკითხული რაღაც უხმოკივილი, რომ აჩვენებენ ეს დაჩეხილი ბავშვი როგორი იბრძვის, რომ გადარჩეს. ამას ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა დამოწმეთ. აკრძალავთ თუ არ აკრძალავთ იმას, ვისაც არ უნდა გოგო ეს რაღაცა. მოგეცრავოთ, თქვენ თვითონ სქესზე თუ გიფიქრიათ? არასოდეს ეს რომ არც მე პირველი გოგო, მეორე ბიჭი, მერე გოგო, ბიჭი, გოგო, ბიჭი, არასოდეს არ მქონია მაგისტრი. არც არასოდეს, ოღონდ მეთქვა გაგიზარდო. გიორგი შეიძლება შეგიყვანოთ და ეს რომ გადმოსცეთ ხშირად იყოს ესეთი გადაცემები, რა ხშირად. ხა თქვენ თქვით სერიალებში ყველგან უნდა იყოს. აი აქ მაგილოსების ხედავ და შეედანო ბიჭები. მოვიდე და შეედანო, რა.
გიორგი. მე მაქვს ერთი კითხვა, მეტნაკლებად შეეხეთ და მე ჩემი აზრითაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორედაც რომ განათლებით მივიდეთ ამ პრობლემის აღმოფხვრამდე, ასე ვთქვათ, აკრძალვით ეჭვმეპარება ქართულ მენტალიტეტს რამე შეაგნებით. არც ერთ სხვა. ამ ეტაპზე, აი ხა მიჩნდება კითხვა, თქვენ ისაუბრეთ რომ 12 კვირამდე რეალურად 50-50. აქ მარტო საზოგადოების კი არა, ექიმების განათლებაზეც ხო არ უნდა იყოს საუბარი. აი ძალიან კარგი თემა ცოტა ერთმანეთს არ ემთხვევა მითხარი და გაგიმართავ. გეტყვით, ის რომ თუ 12 კვირამდე ეს არ ჩანს რეალურად და 12 კვირის მერე აკრძალულია, როგორ გამოდის ეს ამბავი? რა ხდება მაშინ? მე გავიმეორე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ვინც ამას ამბობს, რომ სქესს მხედავ გარეგანი ნიშნებს სათესლე პარკით 12 კვირამდე ეს არის არასწორი მაგას ვამბობ მე ეს მეტი რა თქვა ანუ აქ მარტო საზოგადოება დახვა შეუძლებელია ამიტომ ადამიანო რომ მიდიხარ ასულო მამაკაც მეუღლესთან ერთად და გეუბნებიან სქესი ბიჭია არ დაიჯერო მეტი რა უთქვა ხო, თუ მიხვედი მე-14 კვირაში და სქესის სწორად მე-14-ზე, მე-13-ზე მაშინ უკვე აკრძალული. მე-16-ზე სრულფასოვანია, მე-19-ზე ამთავრებს. ამიტომ რიგი ქვეყნები მე-18-22 კვირაში თუ მაინც და მაინც ამ კუთხით არის განსახილავ. თორე ადამიანებო XY ქრომოსომის დაჯანება ქრომოსომული ანალიზით კარიოტიპის დამზადების მერე თავისუფლად შეიძლება გენეტიკური გამოკვლევის შედეგად. ანუ რეალურად არ იციან ვის კლავენ ბიჭს თუ გოგოს, ხო? ხო, მაგრამ მაგას ზუსტადაც უმეტეს შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არის ალბათობა იმისა, რომ ზუსტად მოხდეს იდენტიფიკაცია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში 12 კვირაზე ნამდვილად ვერ ხდება. სრული აი დარწმუნებით თუ ამას შემდეგ აკეთებენ, ესე იგი კანონდარღვევით. მაინც არ პასუხობ იქოზე. ექიმების განათლების დონე რამდენი ეს მინდა ბატონ ლადო თანხმობთ. აი, ლადო კახაძე, მიმეორე. მე სქესი არ მიფიქრობ 12 კვირამდე არასოდეს 35 წელიწადია მუშაობ. ეხლა თქვენ რომ მოგივათ აქ ექიმი, რომელიც ითქვეს სქესს ვამბ, იმას კითხეთ, რატო ამბობს? ბატონ ლადოს მე დავეთანხმები, იმიტომ რომ ბატონ ლადო ექიმს, ვინც ამას აკეთებს. ვინც არ უნდა იყოს? ვინც არ უნდა იყოს? ოღონდ სამედიცინო მედიცინა არ მინდა გაისვარო სამყარო. არა, რა თქმა უნდა. ეს არის ინდივიდის არჩევანის უფლება. როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიცინაში, როგორც განათლებაში და მე ქართულის მასალებელი მყავდა, რომელმაც ვაჟა-ფშაველა სუსხანაირად დამანახა. და დღეს რო ვაჟა-ფშაველათი ვლაპარაკობ მე, ის ადამიანი მიცოცხლება თვალწინ. მეორეს არ ყავდა ისეთი ძლიერი ამ კუთხით. გესმით? მასშტაბლებლობა კი არ არის, ცუდი, ის კონკრეტული შემთხვევა არის. გესმით აზია ლაპარაკი? ამიტომ ექიმის პასუხს დგას, ექიმი დგას მის პროფესიონალურ კუთხით. გამოცდილების კუთხით და სწორი დიაგნოზის, სწორი და დროული დიაგნოზის კუთხით და პირმართალი დიაგნოზის კუთხით. ბატონ ლადო, ძალიან დიდი პრობლემაა ბოდიში გაწყვეტინებ, ძალიან დიდი პრობლემაა თვითონ ინფორმირებულობა პაციენტისა, ესე დავარქვათ, პაციენტი, რომელიც მოდის ეხოსკოპიაზე. მე რა თქვენ ძალიან დიდი ხანია გიცნობ და თქვენ ჩემი ისტორია ძალიან კარგად იცით, ხო? თქვენ რო არ ყოფილიყავით, მე სულ სხვა ინფორმაციას მომაწვდი და ექიმი და სულ სხვანაირად განვითარდებოდა იქ მოვლენები, მაგრამ თქვენ მომაწოდეთ ის მინიშნება, ის მესიჯი გამოაგზავნეთ ჩემი მიმართულებით, რომელთაც საერთოდ შეცვალა, ხო, სიტუაცია და ის ძალიან თქვენ გააქვთ ეს პოტენციალი, მაგრამ ძალიან ბევრი ექიმს ამის პოტენციალი არ აქვს და პირიქით შეიძლება სულ სხვა კუთხით წაიყვანოს პაციენტი და სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. ხო, არა, აქ ექიმებზე არ არის. ეხლა არის რეკლამას საუთმოდ ხო და მე აუცილებლად ხალბატონ მარიამს მივცეთ საშუალება რომ ყველაფერზე გააკეთოს საფრთხე კომენტარი. ცოტა ხანში დაბრუნდებით და დგას თავისთავად ხარია, მაგრამ დაგველოდეთ აუცილებლად. ძალიან მალე დაბრუნდებით.